დღის გამარჯვებას გეგმავს ყველა ვარიანტში. აქ საფეხბურთო იერიში და ისე ვირაოლას ფეხბურთელები უტევენ ლენგლეს დაახვიეს აქ თავბრუ და გაიხსნა ანგარიში არ უნდა იყოს აქ თამაშგარე მდგომარეობა რაიო ვალეკანო დაწინაურდა 1-0 და რაიო ვალეკანო უგებს ბარსელონას მეორე ლიგელი რაიო ვალეკანო რომელსაც წლებია ბარსელონასთან არ მოუგია ფრან გარსია რეალის საკუთრებაა გოლის ავტორი მარცხენა მცველი რომელიც ბოლომდე აყვა აქ შეტევას აყვა შორეულ ძელთან ბურთის ჩასახურად და ითამაშა ბარსას მცველებზე უფრო ყურადღებით კარგი იყო აქ ფრან გარსია ძალიან მაგარი ბოლო ნახევარი საათი გველოდება ვნახოთ მომენტი განმეორებით აქ ლენგლეს როგორ გაბითურდა კლემან ლენგლე ბარსელონას დაცვის ბურჯი მოტყუდა ელემენტარულ სიტუაციაში და შემდეგ ვერც ნეტუ მიხსნა ბარსელონა ამ მომენტში კი ფრან გარსიას იზგა დარჩენო და დაუცილ კარში შეეგდო ბურთი ორი გარსიას მიერ შექმნილი გოლი აჰა ალვარო გარსია მოედანზე რამდენიმე წუთის წინ შემოსული ფეხბურთელის აი ეს სრულმოძრაობათა სერია პატარა მინი სოლო რეიდი და აღარ გაგიმეორებთ თავადაც კარგად მოგეხსენებათ რაიომ თავის შანსი გამოიყენა აქ მესის პასი დეიონგი დარტყმა გოლი თუ არ არის თამაშგარე არის თამაშგარე აი ასევე აი კარგი შეფასება იყო ასე მშვიდად იყო ეპიზოდი ჩათამაშებული ბოლომდე ფრან გარსიას იქ რა უნდა და მოედნის იმ მონაკვეთში ამას ვერ მივხვდი აი აქ იქნება არ იყოს ოფსაიდი გრიზმანი 1-1-ია აწია თავი მესი და თუ არ არის თამაშგარე გათანაბრდა ანგარიში 1-1 ბარსამ პარიტეტი აღადგინა დედაქალაქში როგორც ჩანს არ არის თამაშგარე ულოცავენ მესის გოლს 1-1 სამი ცვლილება და მომენტალური გოლი არ არის თამაშგარე როგორც იქნა გამოიღო შედეგი კუმანის აი ამ ჩანაფიქრმა მესის ტრადიციული აღნიშვნა გრიზმანის საგოლე გადაცემა აი არ ვიცი ცენტრალურ საველისზე წინ იყო აქ გრიზმანი მაგრამ აი მარჯვენა მცველი ერნანდეს ფერნანდესი რა შვებოდა აი აქ ეგ არის საკითხი მგონი მარჯვენა მცველთან ხაზზე იყო გრიზმანი ნუ ასეა თუ ისე ითვლება ეს გოლი ცხადია ბარსამ აღელვებული კომაგი თანდათან ნელ-ნელა როგორც მინიმუმ ოდნავ დაამშვიდა. გაიარა და შემდეგ წაიქცა. ნუ უცნაური მომენტი იყო, გავანებოთ ამას. თავი ხორდი ალბა ამასობაში დეიონგი და გოლი 1-2. 1-2 ფრენკი დეიონგმა შეაგდო მე-80 წუთზე და ბარსელონას კამბექი. ახლა უკვე ყველაფერი წესების სრული დაცვით არის. ასევე პირველი გოლი კოპა დელ რეის მიმდინარე გათამაშებაში კარგი იყო ამ შემთხვევაში დეიონგი და მთლიანად ბარსას იერიში ჩრდილო მაკედონიელ მეკარეს შანსი აქ აღარ ჰქონდა. მესის გადაცემით იწყება ყველაფერი, ჩაერთო ხორდი ალბა და დააგვირგვინა ფრენკი დეიონგმა. აი ისთვის არის საჭირო ხორდი ალბა და რით აღემატება ის ჯუნიორ ფირპოს. მესი ალბას დუეტი არის გენიალური უბრალოდ. აქ ჩაერთო დეიონგიც